თუ არჩევანის პრობლემა მაქვს და ვერ ამირჩევია A ვიღო თუ B ვიღო, მე მჭირდება რაღაცა ნდობის ფაქტორი, რის გამოდაც მე ყოველთვის წავალ A-სკენ და არა B-სკენ. გასაგებია რომ კომპანიებს ინტერესი აქვს რომ ამაში რომ ესე იგი მოგება მისკენ იყოს და ეს ნდობა რაღაცა მაგნეტური რაღაცა წერტილი უნდა იყოს, შეიძლება ლოგო იყოს, შეიძლება უბრალოდ სახელი იყოს, შეიძლება ასოცირება იყოს რაღაცასთან და ამ დროს ფინანსურად რო გადავიანგარიშოთ, ჩემი გადახდილი სიტყვაზე 100 ლარიდან რამდენი წავიდა პროდუქტზე, რამდენი წავიდა გადასახადებში ან ხელფასებში ან ასე შემდეგ და რამდენი წავიდა სუფთა წმინდა მოგება და იმ წმინდა მოგებიდან რა ნაწილი იყო სწორედ ბრენდინგის და თქვენ აღმოაჩენთ რომ იყო საკმაოდ დიდი დოზა. ამიტომაც არის რომ მე მიმაჩნია რომ ფილოსოფიურად არასამართლიანად ბევრი მიაქვს მარკეტინგს და სეილს.